გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. საქართველოს ბრწყინვალე გამარჯობა და მოედანზე შეჭრილი გულშემატკივრები. რა მოხდა რეალურად და რა საშიელი წინაშე ვართ. მამარდაშვილი ლივერპულში არსებულ კონკურენციაზე საჯაროდ ალაპარაკდა. ვიდეოს დაწყებამდე კი თხოვნაა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ 2000 მოწონებაზე. მე კი ყველას მადლობას გიხდით 85000 გამომწერისთვის. ერთი გამოწელი თქვენ არხს განვითარებაში ძალიან ეხმარებით. ამიტომ თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, ახლა იდეალური დროა. მადლობა მეგობარო, თუ ახლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. ნაპოლიან სპორტინგი. სატრანსფერო ექსპერტი ქოჩოლაშვილის შესაძლო ტრანსფერზე წერს. სატრანსფერო ექსპერტმა იკრემ კონური გავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ნაპოლი და ლისაბონის სპორტინგი ქოჩოლაშვილის სანაცვლოდ 10 მილიონი ევროს შეთავაზებას გეგმავენ. ასევე ავტორიტეტულმა პორტუგალიურმა გამოცემა რეკორდმა გასულ ზამთარში დაწერა, რომ სეზონის შემდეგ ქართველი ფეხბურთელი კარიერას ლისაბონის სპორტინგში გააგრძელებს. თუმცა როგორც ჩანს, საქმეში ნაპოლის ჩაერთო. მას შემდეგ რაც სპორტინგმა ქოჩოლას ტრანსფერი დროებით შეაჩერა, არსებობს დიდი შანსი, რომ ეს ტრანსფერი ნაპოლი მოიპაროს. ამ ეტაპზე სპორტინგი ქოჩოლას სანაცვლოდ 7 მილიონ ევროს იხდის. თუმცა ვალენსიურ კლუბს სურს, რომ თანხა შემდეგი ტრანსფერიდანაც მიიღოს, მაგრამ ნაპოლი მზადაა, რომ ფეხბურთელში 10 მილიონის გადაიხადოს. ასევე ქოჩოლაშვილის შესაძლო ტრანსფერზე თურქული ფოტომაკი წერს. ამიტომ შესაძლოა მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყოს. საბოლოო ჯამში დიდი ალბათობით სეზონის შემდეგ ქოჩოლაშვილი კლუბს შეიცვლის და გაცილებით მაღალი დონის გუნდში ითამაშებს. მიუხედავად იმისა, რომ 32 ტურის შემდეგ ლევანტე ლა ლიგაურში პირველზეა და ელიტაში დაბრუნების ბრწყინვალე შანსი აქვს, ქოჩოლაშვილის ტრანსფერი ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან რეალურია, რადგან ვალენსიური კლუბი მისი სარფიანად გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება. მამარდაშვილი ლივერპულზე ალაპარაკდა. რა გეგმა აქვს ქართველს? საქართველოს ნაკრებისა და ვალენსიას მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში მის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ენფილდზე პირველი მეკარის პოზიციისთვის იბრძოლებს. ამის შესახებ კი ესპანური მარკა წერს, რომელიც დეტალურად შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს. ლივერპულში მივდივარ, რათა პირველი ნომერი ვიყო და ძირითად შემადგენლობაში ადგილისთვის ვიბრძოლო. ვარჯიშებზე ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს ვაჩვენებ. შემდეგ კი მწვრთნელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ვინ ითამაშებს და ვინ იქნება სკამზე, ეს ჩემი გადასაწყვეტი არა, განაცხადა მამარდაშვილმა. UEFA-ს ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-ოფის საპასუხო მატჩი საქართველოს ნაკრებმა დინამო არენაზე სომხეთის ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 6-1 გაანადგურა. ვილისანიოლის გუნდს სომხეთში გამართული პირველი მატჩი 0-3 ჰქონდა მოგებული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბელიგის საგზურიც პრაქტიკულად გარანტირებული ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად ქართველმა ფეხბურთელებმა გულშემატკივრებს ბრწყინვალე სანახაობა აჩუქეს და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს. ჩვენი გუნდი კი მთელი შეხვედრის განმავლობაში კოლოსალურ უპირატესობას ფლობდა და მეტოქის კართან მრავალი მომენტი შექმნა. ანგარიში კი შეხვედრის დებიუტში მეოთხე წუთზე ოთარ კიტეიშვილმა გახსნა, თუმცა რიკოშეტის გამო გოლი სომხეთის მცველს ჰაროიანს ჩაეწერა. მე-14 წუთზე კი თავი გიორგი მიქაუტაძემ გამოიჩინა და სხვაობა ორამდე გაზარდა. ძალიან მალე კი მიქაუტაძემ საგოლე პასი შეასრულა და გიორგი ჩაკვეტაძეს გაატანინა, რის შემდეგაც ანგარიში 3-0 გახდა. 27 წუთზე კი კიტეიშვილმა მაინც შეძლო სტატისტიკაში გოლის მიწერა. ქართველმა ნახევარმცველმა კვარაცხელიას პასი ზუსტად გამოიყენა და სხვაობა 4 ბურთამდე გაზარდა. პირველ ნახევარში კი სომხების განადგურებას წერტილი გიორგი მიქაუტაძემ დაუსვა, რომელმაც 35 წუთზე მეტოქე ფეხბურთელების შეცდომით კარგად ისარგებლა და ბრწყინვალე შესრულებით ანგარიში 5-0 გახადა. მეორე ნახევარში კი გულშემატკივრებმა კიდევ ორი გოლი იხილეს. აქედან ერთი სომხების, ერთი კი ქართველების შესრულებით. 48 წუთზე სებიკიანმა ორმაჩიან დუელში პრესტიჟის გოლი გაიტანა. საბოლოო ანგარიში კი 73 წუთზე კვარაცხელიამ დააფიქსირა, რომელიც თავის მხრივ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. ასევე ამ შეხვედრაში საგულისხმოა რამდენიმე გარემოება. გიორგი ჩაკვეტაძემ დღევანდელ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მაისურით მე-10 გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე კი 10 საგოლე გადაცემაცა. ის კი ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც საქართველოს ნაკრების მაისურით ამ სტატისტიკას მიაღწია. ასევე მიქაუტაძეს დღევანდელი დუბლით 20 გოლი დაუგროვდა და საქართველოს ისტორიაში მეორე ბომბარდირია. რაც შეეხება კვარაცხელიას, მან მე-18 გოლი გაიტანა და კეცბაიას გადაასწრო, რომელსაც 17 გოლი ჰქონდა გატანილი. შეხვედრის შემდეგ კი კომენტარი არაერთმა ქართველმა ფეხბურთელმა გააკეთა. მაგალითად კაშიამ განაცხადა, რომ ის ჯერჯერობით ნაკრების დატოვებას არ აპირებს და იქამდე დაეხმარება ბიჭებს, სანამ ამის შესაძლებლობა ექნება. ასევე კომენტარი მიქაუტაძემაც გააკეთა. დღევანდელი თამაში დედაჩემისთვის თავის დაბადების დღე იყო დღეს და გუშინ ვითხარი, რომ გოლს გავიტან შენ დაბადების დღესთვის. ორი თამაში ვითამაშეთ, ორი მოგება, ყველაფერი ვცადეთ.
გადავადეთ, რომ ლიგ B-ში დარჩენილიყავით და გახარებული ვართ უყურა. ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრები B დივიზიონში დარჩა. ახალი კალათაკი სრულიად დაკომპლექტდა და ჩვენს ჯგუფში სლოვენია, ირლანდია და რუმინეთი მოხვდნენ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებმა ძალიან სასიამოვნო და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, შეხვედრა მაინც უსიამოვნოდ დასრულდა. კერძოდ მატჩის დასრულების შემდეგ ქართველი გულშემატკივრები მოედანზე შევარდნენ, ხოლო ყველაზე სამწუხარო ფაქტი ის იყო, რომ სომეხი გულშემატკივრების მიმართულებით სხვადასხვა ნივთებს ისროდნენ, შუათითებს აჩვენებდნენ და ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. აღსანიშნავია, რომ გულშემატკივრის მოედანზე შეჭრის ფაქტები წარსულშიც დაფიქსირებულა. ბოლოს კი ათასობით კომაგი მილანის ლეგენდების მატჩის დროს შევარდა. ამდენი ცუდი გაკვეთილის შემდეგ კი უსაფრთხოების ზომები მაინც არ მკაცრდება და იგივე სურათს ვიღებთ. ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ UEFA ამ ფაქტზე აქტიურ განხილვას დაიწყებს და დიდი ალბათობა, რომ შემდეგი შეხვედრა ჩვენმა ნაკრებმა უმაყურებლად ჩაატაროს. დავძენ იმასაც, რომ ამ ფაქტს ერთ-ერთი სტაჟიანი სომეხი გულშემატკივარი სოციალურ მედიაში ვრცელი პოსტით გამოეხმაურა, რომელიც დეტალურად აღწერს თუ რა ხდებოდა დინამო არენაზე. სომხეთის გარეთ 200-ზე მეტ თამაშზე ვარ ნამყოფი. სომხეთში ასობით თამაშზე. ასეთი რამ არ მინახავს. როგორც კი ჩვენი ფეხბურთელები სომხური სექტორისკენ მივიდნენ თავიანთ გულშემატკივრებთან, წამებში აღმოჩნდით პლასმასის ბოთლების და მეტალის ქილების წვიმის ქვეშ. არ ვიცი ქართველი გულშემატკივრები რანაირად აღმოჩნდნენ ჩვენ სექტორთან. გვესროდნენ ჩვენს ქვემოდან, მოედნიდან და ზემოდანაც. ზედა იარუსიდან, სადაც ქართული სექტორი იყო. შეგვიძლია ვთქვათ, რომ დინამო არენაზე უსაფრთხოება არ არსებობდა. სომხურ და ქართულ სექტორებს შორის, გულშემატკივრებს შორის არც ერთი პოლიციელი არ იყო. არსეთი რამ არსად არასდროს მინახავს. სომეხ გულშემატკივრებს მოგვიწვია საათნახევარი ლოდინი, სანამ ყოლა დატოვებდა დინამოს. დინამოს დატოვების უფლება კი სწორედ ამის შემდეგ მოგვცეს. წერია პოსტში. თუმცა ისმის კითხვა თუ რამ წარმოშვა კონფლიქტი. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სომეხმა გულშემატკივრებმა ქართველებს საზღვართან ნომრები ჩაუხსნეს, რათა საზღვარი ვერ გადაეკვეთათ, რაც მათ დამატებით $100-იც დაუჯდათ. ამიტომ დინამოზე მათი გაბრაზების მიზეზი შესაძლოა ესეც ყოფილიყო. მაგრამ ასეა თუ ისე გულშემატკივრების მოედანზე შეჭრა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ გვაზარალებს. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ნოემბერში UEFA-მ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საზოგადოებრივი გასასვლელების დაბლოკისთვის და ასევე ფანების მხრიდან ლაზერების განათებისა და პიროტექნიკის გამოყენების გამო ფულადი თანხით დასაჯა, ხოლო ქართველ გულშემატკივარს გამოსაცდელად 2 წელი მისცა. ზემოთ აღნიშნული ინციდენტის გამო კი დიდი ალბათობით კვლავ დავჯარიმდებით. ამას კი მიემატება დასწრების აკრძალვაც, რადგან ეს ჩვენთვის მეორე გაფრთხილება გამოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მინიმუმ პირველ საშინაო მატჩს თურქეთთან მაყურებლის გარეშე გავმართავთ. ამასთან დაკავშირებით კი კომენტარი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა კობიაშვილმაც გააკეთა. მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის გულშემატკივრის მიმართ. შემორაცხყვეთ როგორც სტუმარი გუნდის კომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს კომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა. აღნიშნული ქმედების გამო სანქციებით შესაძლოა დაზარალდეს ჩვენი ნაკრები და ერთგული გულშემატკივარი. მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ მხარდამჭერებს, რომელთაც დინამო არენაზე საუცხოო გარემო შექმნეს. ასევე დიდი მადლობა სტუმართა გუნდს და მათ გულშემატკივარს, როგორც სომხეთში, ასევე თბილისში მეგობრული გარემო შექმნისთვის, განაცხადა კობიაშვილმა. ამ ყველაფერმა კი უცხოური მედიის ყურადღებაც მიიპყრო. მაგალითად, ერთ-ერთი საფეხბურთო გამოცემა ზისანის შემდეგ კომენტარს აკეთებს. ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის საფინალო სასტვენის შემდეგ უკონტროლო ქაოსში გადაიზარდა. ფანები მოედანზე შეცვიდნენ და ჩხუბი დაიწყეს. ეს იყო ერთმანეთის მისამართით ნივთების სროლა და ფეხბურთელების მიმართ განხორციელებული შეტევები, წერია გამოცემაში. რონალდუს გაასწრო და ჰოლანდს დაეწია. მიქაუტაძე საუკეთესო დაშორისაა. არნოლდის უარი ახალ კონტრაქტზე. რეალში ტრანსფერი ერთნაბიჯია. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე, რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. დიდი ხანია მადრიდის რეალი ტრენტ ალექსანდრ-არნოლდს უმიზნებს და როგორც ჩანს, ყველაფერი ბლანკოსის გეგმის მიხედვით მიდის. ესპანური მარკას ინფორმაციით, ინგლისელმა ფეხბურთელმა ლივერპულის კიდევ ერთი შეთავაზება უარყო, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას ეხება. წყაროსნობით ტრენტმა გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო და მას არაფერი შეცვლის. არნოლდის მადრიდის რეალთან ერთგულება დადასტურებულია. შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბს ლივერპულის უკანა ხაზელის გადაბირება ჯერ კიდევ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს სურდა და 15 მილიონსაც იხდიდა. თუმცა მერსესაიდულმა გრანდმა ის არ გაუშვა. ახლა კი ვითარება მნიშვნელოვნად შეცვლილია. ტრენტის კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში იწურება. შესაბამისად, ის მადრიდის რეალს თავის
თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. საქართველოს ნაკრების ფორვარდი მიქაუტაძე ბრწყინვალე ფორმაშია. მან კი ნაკრების ბოლო ორ შეხვედრაში 4 გოლის გატანაც შეძლო. აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთ თვეში კლუბსა და ნაკრებში მიქაუტაძის ანგარიშზე 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა. 2024-25 წლების ერთა ლიგის გათამაშების ბომბარდირთა დავაში კი მიქაუტაძემ კრიშტიანო რონალდუს გადაუსწრო. ასევე ერლინგ ჰოლანდს გაუთანაბრდა და მხოლოდ შვედეთის ნაკრების ფორვარდს ვიქტორ გიოკერეს ჩამორჩება, რომელიც ერთა ლიგის ბომბარდირი 9 გოლით გახდა. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის სტარტიდან მოყოლებული მიქაუტაძეს საქართველოს ნაკრებში 11 გოლი აქვს გატანილი, რაც ჰოლანდის შემდეგ ევროპაში საუკეთესო მაჩვენებელია. მიქაუტაძე კი ნორვეგიელ ფორვარდს მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება. და კი შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ნაკრებში მიქაუტაძეს 20 გოლი დაუგროვდა და ყველა დროის ბომბარდირებში მხოლოდ შოთა არველაძეს ჩამორჩება, რომელსაც 26 გოლი აქვს გატანილი. ამიტომ ამ რეკორდის მოხსნა მხოლოდ დროის ამბავია. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.